იაგო, თქვენ როგორ აფასებთ პარტია გირჩი, თუ მთლიანად არჩევნებზე ხართ ახლა გადართულები, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მაქვს თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როგორ უყურებთ ეს რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ რაღაცა გაუმჯობესებული ვარიანტი, თუ ამას აზრი არ აქვს. არა, აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა. მოდი ესე შევხედოთ, დავიწყოთ იქიდან რა არის ვენეციის კომისია, ხო? ვენეციის კომისიას ბევრი რამე გავიგეთ. მათ შორის ის, რომ ნაცების მიერ არიან შეცდომაში შეყვანილები კორექტულად რო ვთქვათ. და რეალურად რა მოხდა? რეალურად მოხდა ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსულტაციო ორგანოს ვენეციის კომისიას, რომელსაც რავი, ვიღაცები ევროპაში უსმენენ და ვენეციის კომისია თუ რამეს ამბობს, ამ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია, ამის მიხედვითაც გვაფასებენ რანაირი ქვეყანა ვართ. ჩვენი გაბანძება ასევე დაკავშირებულია იმასე, თუ რა სიტყვის ეგეთი ორგანოები, საკონსულტაციო ავტორიტეტული ორგანოები. ჩვენ გთხოვეთ დახმარება, ეს ხალხი ჩვენი მტერი კი არ არის, ეს არ არის, რომ ჩვენ გაჩალიჩება უნდადეს ქართული ოცნებისთვის. ყობახიძემ თხოვა დასკვნის გაკეთება. დასკვნა დაწერეს იმ ხალხმა ისეთი, რომელიც პირველ დღეს კი იძახდა ქართული ოცნება, რომ ჩვენ კარგია, ვაჯობეთ ნაციონალურ მოძრაობას, რომ კარგი დასკვნა დაწერა. იმანო რა ვქო ვენეციის კომისიამ, მაგრამ მე წავიკითხეთ ეს დასკვნა ხალხმა, ჩვენ თვითონ გავეცანით და უბრალოდ თვითონაც მიხვდნენ, რომ აზრი არ ქონდა აი ამ ნოტაზე ყოფნას, იმიტომ ძალიან გასაგებად იყო ობიექტურად იქ დაწერილი, ვინ რა თქვა ამ ამბავში. მაგრამ რაც შეეხება იმ კონცერტს, რომელიც დღეს იყო მოწყობილი და საერთოდ ზოგადად ამ სასამართლოსთან დაკავშირებით რა კონცერტიც აქვს მოწყობილი საქართველოს მთავრობას. რეალურად ხო სიტუაცია არის ასე, როდესაც შენ გაქვს ერთი მხრივ ვითომ ითვალისწინებ ვენეციის კომისიის დასკვნას. მეორე მხრივ გამოდიხარ და იძახი, რომ სტრასბურგის სასამართლოში შენ ადვოკატი ვინც იყო, თურმე ის ყოფილა მთავარი დამნაშავე და ვინც პროკურორი იყო და აქამდე საქმე რო წააგო იქ, თურმე ისინი ყოფილან იმ ადამიანის დამცველები, ვისი საქმეც იხილებოდა სტრასბურგში. როცა ასეთი სიგიჟე გვაქვს მოწყობილი, როდესაც რა ვიცი, სახელი, როდესაც ჩვენ სხვა რაღაცა გვეგონა აქამდე, თელი ქვეყანა ცხოვრობდით იმ რეალობაში, რომ ვიცოდით, რომ გირგლიანს მისი ადვოკატი იცავდა. და უცბად ქართული ოცნება სერიოზული სახით გვეუბნება, რომ თურმე გირგლიანს იცავდა პროკურორი, რომელმაც წააგო სტრასბურგში საქმე, რომლის წინააღმდეგაც დაწერეს ისეთი რამე, რომელიც არც მანამდე არც მერე საქართველოში არ არის და მოსამართლე. და ეს ყველაფერი ხო ვიცით, როდესაც კეთდება. კეთდება იმისთვის, რომ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და ვიღაცებს კიდე რაღაცა ნამუსი შეუნარჩუნოს. მურუსიძე დღემდე ამტკიცებს, რომ მე კანონის ფარგლებში მოქმედებ და არაფერი კანონის. შემიძლია დღეს გვაქვს ესეთი სიტუაცია. დღეს გვაქვს, აი მაგალითად ჩვენ ვფიქრობდით, რომ რა შეიძლება გირჩი აქცია მოვაწყოთ, რანაირად შეიძლება სიტყვაზე დავუპირისპირდეთ ამას და უბრალოდ აღმოვაჩინეთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, აი ამ სასამართლოს კლანი ახლანდელი, რაც არ უნდა როგორც არ უნდა მიუდგე ამ ხალხს კონკრეტულად. უფრო მეტად ამათ ვერ დაამცირებ, უფრო მეტად ამათ სახელს ვერ გაუტეხავ. არაფერი ამათ ზოგადად არ ანაგულებს და შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილი კი არა, ვინც გინდა ის მოვიდეს, დედამიწის ზურგზე ეგეთი ადამიანი არ არსებობს, რომელიც ამათ ავტორიტეტს გაამთელებს ქართველი ხალხის თვალში. უბრალოდ არანაირი შანსი არ აქვთ. შეუძლებელია ამათი რამე ტიპის როდნავი მაღლა აწევა რეპუტაციული. ესეთი პლინტუსზე რეპუტაციის მქონე სასამართლო გვაქვს და ამ სასამართლოს უმრავლესობა, რომელიც დღეს ყავს ქართულ ოცნებას პარლამენტში, უბრალოდ აშკარად ყველანაირი ძალის გამოყენებით, ყოველგვარი პროცედურის გამოყენებით თუ პროცედურის გამოყენების გარეშე ცდილობს, რომ ეს მოსამართლეები დაგვინიშნონ უბადოდ. და რეალურად ვენეციის კომისიაც ვენეციის კომისია უბრალოდ ძალიან ასე არ ელოდნენ. თორე ნებისმიერ სხვა რამეს ასე თუ ისე გააправდნენ. აი ეს დაწერა ვენეციის კომისიამ. ეს უბრალოდ მართალია არ pravdდება, მაგრამ არც ეს არ აჩერებთ. ჩვეულებრივად ესენი ჩემი აზრით საბოლოო ჯამში მიიყვანენ ამ სასამართლოს ამ კლანის წევრების ბოლომდე დანიშვნას. მაგრამ ზუსტად რაც შეიძლება ჩვენ ვიცოდეთ ამ ქვეყანაში, აი რაც აქამდე სუხდებოდა, არის ის, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებიან. შეიძლება რაღაც კლანის უყავდა და სასამართლო არასდროს არ გვივარგოდა, მაგრამ ხელისუფლებებს ცვლით. ჩემი აზრით ჩვენი ამოცანა ამ წუთას არის ის, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სასამართლოს თავი დავანებოთ და მივადგეთ ხელისუფლებას. ხელისუფლებას კი არ მივადგეთ. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მინიმუმ პირობა დავდოთ, რომ გასაგები იყოს ყველასთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ წესით, ასეთი დაჩქარებული წესით, ვენეციის კომისიის ადამიანების, საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო ნიშნებიან უბრალოდ მოსამართლებად, ვინც არ უნდა მოვიდეს ჩვენგან სახელისუფლებო ვერტიკალში, პირველი რასაც გააკეთებს, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, სადაც პირდაპირ ჩაიწერება გარდამავალ დებულებებში. მოსამართლეები, რომლებიც ამ წლიდან ამ წლამდე დაინიშნენ უბადოდ, ვიცით, ამ წლამდე რაც ხდება, ხო? კლანია. ვინც სიტყვაზე წარდგენილი იქნენ რაღაცა კანდიდატებად
კლანის მიერ ეს ადამიანები გათავისუფლდებიან ყველას მიერ ვინც არ უნდა მოვიდეს გათავისუფლდებიან სასამართლო სისტემიდან ამ შემთხვევაში ხო გასაგებია რომ ქართული ოცნება აუცილებლად შეიცვლება და ეს მოსამართლეებს არა თუ გვიანაც რამდენიმე წელიწადში 2020-ში შეიძლება მოუწიოთ წასვლა უადო დანიშნულ მოსამართლეებს ამაზე შევთანხმდეთ და მგონია რომ მორალური უპირატესობა უნდა მოუწიოთ მორალური უპირატესობა უნდა მოუწიოთ ასეთი ოპოზიციასთან ჰქონდათ ამაზე კონსულტაციები ზაგარიან ისინი ამაზე წამოვიდნენ იცი რა არის არავის არაფერი არ უთქვამს ჩვენ საჯაროდ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ კონკრეტული ის განზადეთ ხელმოსაწერად და მე ვნახოთ ის შემოგიერთება და ვინმე ჩვენ არ გვიყვარს კონცერტები. ჩვენ რაღაცა ჩვენ ხო უნდა იყოს დოკუმენტი რომ ხელი მოაწერა. არა, დოკუმენტი არ უნდა, საჯარო განცხადება უნდა მაგას. მაგას უნდა რომ ყველამ ადამიანმა ქართველი დოკუმენტი უკეთესია ხოლმე. არა, ამომრჩევლის წინაშე საჯარო დაპირ დოკუმენტია ვიდეო მტკიცებულებაც, როცა ამას დაგიდებენ. როდესაც ჩვენ ამას ერთიანად ვინც დღეს იბრძვის კლანის წინააღმდეგ და აქ ვინც ზივართ მე მგონი, ყველანი იბრძვით κλანის წინააღმდეგ. კიდე სხვა სუფრებიც არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც კლანის პოლიტიკური სუფრები რომელიც იბრძოლა თანახმა იქნებოდა ასეთ რაღაცას შეუერთდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი სასამართლო რეფორმის რადიკალური რეფორმის კონცეფცია. კლანს ტოვებთ, როცა თქვენ მაგალითად დანიშნეს კლანი. თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში 2020 წელს. კლანის ბედი მე მაინტერესებს ამ ქვეყანაში ცხოვრობს სასამართლო მაწუხებს. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. კლანი იქნება თუ არა, კაცო, კონცეფციაზე მე ვილაპარაკოთ. კლანი იქნება თუ მურუსი და ჩინჩალაძე იქნება თუ არა, ეს მაინტერესებს. თქვენ ასეთი მარტივი პასუხები გინდათ კი არა. უბადოდ დანიშნული ჩინჩალაძე მურუსიძე იქნება თუ არა? კონცეფცია გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედების შეჩერებას. მის ნაგებად დროებითი ორგანოს არჩევას. ეს ორგანო დროებით 3 წლის განმავლობაში თქვათ შეასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციას და განახორციელებს ყველა იმ უფლებამოსილებას, მათ შორის დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით, რაც ჩავარდნილია ამ ქვეყანაში. მათ შორის სხვა ფუნქციებითაც ეს რა თქმა უნდა საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საჭიროებს სხვა ცვლილებებს, არის კომპლექსური ხედვა და ჩვენ ამისი დიახ ჩვენ ვითვალის ჩვენი ამოცანა არის რომ კლანისგან ჩაიხსნას სასამართლო ხელისუფლება. ოღონდ ამას ასე მარტივად რო თქვა ყოველას გაუშვებს სახში ერთჩვენიერ დღეს მე ვერ ხედავ ამის შესაძლებლობას, მაგრამ სამართლებრივი ზომების მიღება შეიძლება. იაგო, შენი შეფასება მაინტერესებს უკვე ზოგადად პოლიტიკური, ქართული ოცნება საით მიდის ასეთი გადაწყვეტილებით. მე ეკაბესელესაც ვკითხე, ესო რა თუ ღირს მას თქვათ, რომ აი ყველაფერზე არის მზად ანაცვალოს, ხო ახალი თეორია მოიგონეს შალოშაბგულიძესა დაკავშირებით, ოღონდ მურუსიძე და ეს კლანი შეინარჩუნა ხელისუფლებაში. სადამდე მიიყვანს ეს ქართულ ოცნებას, რამდენად შეიძლება მართლაც მათ მოახერხონ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ეს ხალხი დღეს თუ იყო ადრე ცუდი, ეს ნაციონალების ბრალი იყო და დღეს ფერი იცვალეს. და შესაბამისად, კარგი მებაღის ხელში, ხო ხა კარგი მოსამართლები იქნება. აი შეუძლებელია, ყველა მიცის რომ შეუძლებელია, ჩემი აზრით, ამას შეეწირა ის ბიძინაევაშვილის ის ნდობაც, რომელიც ადამიანებს გააჩნდათ მის მიმართ, ანუ როგორც კი ბიძინაევაშვილი დაინახეს ადამიანებმა, რომ ბიძინაევაშვილი არის კლანის მხარეს, ეგრევე გასაგები გახდა, რომ არავის აქ რაღაცა მაღალი გზნობები და რაღაცა ყველა არის ხელისუფლების შენარჩუნებაზე. და ბიძინაევაშვილს უკვე შეეცვალა სახალხო განწყობა იმისი რომ სიტყვაზე მისი იმედი გქონდა რომელიც რაღაც სამართლიანობისკენ ბებრძოლი რომელმაც მიშა მოგვაშორა და რაღაცა ეს უკვე ჩანაცვლდა რომ გასაგები გახდა ის რომ ის რის გამოც მიშა ეზიზღებოდა ადამიანებს ძირითადად ის ხო სასამართლო რო არ ხონდა მიშა ისეთი როგორც ხონდა და სასამართლო კარგი ხონდა მიშა კი არ იქნებოდა მიშა ისეთი როგორც ხალხის თვალში იყო რის გამოც ის გადააგდეს ძირითადად იყო იმის გამო რომ სასამართლო იყო ისეთი როგორც იყო ამ სასამართლოზე მემკვიდრეობა და პატრონობა გადაიბარა ბიძინა ივანიშვილმა. მან ბოლომდე შეიზილა ეს სასამართლო. რატომ შეიძლება? ხო, სავარაუდოდ იმიტომ რომ მან იფიქრა რომ უკან დახევა უფრო წამგებიანი იქნებოდა ვინაიდან ამ სასამართლომ ბევრი ცოდვები იცოდა, ბევრი პოლიტიკური დავალებები ჰქონდა შესრულებული ამ სასამართლოს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა რომ ის შეინარჩუნებდა ამ სასამართლოსთან ერთად რეპუტაციასაც და სასამართლოსაც და ეს გარისკა. ჯერჯერობით კიდევ ვერ ხვდება მე როგორც ხვდები თუ რა გამოიწვია ამან. პრობლემა გონია გუნდის შიგნით. ქართულ ოცნებას საერთოდ ფიქრობს რომ პრობლემა აქვს პარლამენტში რო ისყავთ რა ქვია
უმრავლესობა რო აქვთ შერჩეული სპეციალურად ერთგული ხალხით, რომელსაც ფულიც არის გადახდილი და მთელი ამბავია მოკლედ და ის მათ ხო ყველაზე ნაკლები სტიმული აქვთ ოპოზიციაში წასვლის. ეს გონიათ თავარი პრობლემა. თავარი პრობლემა ეს კი არ არის. თავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს საქმემ საქართველოს მოსახლეობას აჩვენა ვინ არის ქართული ოცნება. ნამდვილი სახე დაინახე. კი, ნამდვილი სახე აჩვენა, იმიტომ რომ ამათ არაფერი არ უნდათ, ამათ უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი წავლენ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოს შენარჩუნებისთვის. იმასაც ინარჩუნებენ, რასაც ებრძოდნენ, მაშინ როცა და რასთან ბრძოლასთან ერთად მოვიდნენ. ხო, ისინი ქართული ოცნება ხო მოვიდა იმის გამო, რომ სასამართლო იყო ისეთი, როგორიც იყო. ახლა რა თქვა ქართულმა ოცნებამ? აი სასამართლო კი იყო კაცო. სულ მაგრამ ეხლა ჩვენ ხელში კარგი არის. ჩვენს ხელში ეს ხალხი გამოსწორდა. ამიტომ ზუსტად იგივე სასამართლო იქნება ისევ რა გვინდა ახლა ამათი შეცვლა, ამათ ჩვენ რასაც ვავალებთ. არა, შუა თქვა რომ საზოგადოებას ნუ გავხლიჩავთო და ყველას ახლა ნუ მოთხოვთ წარსულის გამოპასუხოთ. ყველასთვის ყველაფერი გასაგებია ამ წუთას. ამ წუთას ვერავის ვერ მოატყუებს, რომ სასამართლო თურმე რაღაცას ვინმეს თუ ამასთან დაკავშირებით რამე ეჭვი გააქვს ახლა კიდე, ნუ ის ჩვეულებრივი სულელია და მასეთი კატეგორიის ხალხი, ანუ სულელების კატეგორია, რომელსაც მურუსიძე ახლა კარგი გონია, ის ხალხი არჩევნებს ვერ იგებს, ჩემი აზრით. არჩევნებს იგებს ის აზრიანი ხალხი, რომელიც საფრთხეს ხედავს ხდება სადრა. ხო, საფრთხეს ხედავს სწორად. ისინი აორგანიზებენ სხვა ადამიანებსაც. ისინი ახდენენ გავლენას სხვა ადამიანებზე და ხა წარმოიდგინეთ თქვენ ადამიანი, რომელიც გიждდება მურუსიძეზე, რა გავლენა უნდა მოახდინოს მას სხვაზე ისეთი, რომ არჩევნების წასვლაზე დაარწმუნოს და მე იქ ბიზნეს იმანიშვილს და ქართულ ოცნებას რომელიც ეს ხმა. კი ბატონო, თქვა საკითხის ასე დაყენება, რამდენად შეიძლება შედეგის მომტანი იყოს. ნუ იცით როგორ არის, როდესაც შედეგში რა იგულისხმება ეგ არის. რომ მაგალითად თუ იმ სამ წევს გამოიწვევ, კლანი დაკარგავს ძალაუფლებას მარტივია. ქართულმა ოცნებამ თუ მოინდომა? ხო, მოინდომა. პარლამენტად მოინდომა. არა, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ესე მარტივად არ არის საქმე. ქართულმა ოცნებამ თუ მოინდომა კი არა, ბიძინა ივანიშვილმა რო გადაწყვიტოს, რომ მას ამ წუთას ხარდაჭერა არ გამოუცხადოს მურუსიძე ჩინჩალაძის კლანს. ეს კლანი ისე დაიშლება თვითონ და ისე დაძიძგნის სასამართლოს შიგნით ამ კლანს, რომ ძვლები დარჩება ამათგან. მართლა. მაგრამ საქმე ესე ხო არ გვაქვს ეს მოცემულობა, სხვა მოცემულობა გვაქვს ამ წუთას. ამ წუთას არც პარლამენტი აპირებს იქიდან იმის გამოთხოვას, რომ გადათა არც კლანი აპირებს დაშლას. პირიქით ისინი პროცედურას წერენ იმის გამო, რეალურად დღეს, რომ აი ამ პროცედურული ამბების გაყვანით საზოგადოების თვალშით ისინი ცდილობენ, რომ რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია მიიღონ. აი ეს გათვალისწინებაც ამ რაღაცების იმიტომ არის, რომ ვითომ რაღაც ლეგიტიმაციას ღებულობენ. ობიექტურად აფერი მსგავსი არ მოხდება, ჩემი აზრით. ეს რაც არის აქ, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ და რაც შეიძლება აქედან გამოვიდეს, არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ძვირი დაუსვათ ეს ქართულ ოცნებას. პოლიტიკური ფასი გადავახტა. რა თქმა უნდა, ისედაც ძვირი უჯდება, რომ 2020-ის არჩევნებისთვის ზოგადად გქონდეს საშუალება, რომ ქართული ოცნებაც გამოვცვალოთ და შესაბამისად შევიტანოთ კანონში ცვლილებები და გამოვცვალოთ კლანიც თავისი დანარჩენი წევრებით. ეს მგონია ყველაზე ოპტიმალური გზა. მე ამჯერა იმისი, რომ რაღაცა მურუსიძე ჩინჩალაძე ერთ დღეს უცბად დაფიქრდებიან იმაზე, რაც უნდა იცხოვრეს წარსული ცხოვრება, მიეცემიან სინანულს და გადადგებიან თვითონ. და რაღაცა ამას აგერებს ქართულად არავის არ გუჭირდება. ხო, არა, ამის არ არის საკითხები უნდა დააყენოს სწორად. ხო. ჩემი აზრით, როგორც არ უნდა დავაყენოთ აქ რაღაც საკითხები პროცედურულად, თუ უმრავლესობა არ გვაქვს პარლამენტში, ნუ ესეთია დემოკრატია, იქიდან რაფერი არ გამოვა. მე ან გვაქვს ქართული ოცნების მოწყალების იმედი. მე არ მაქვს ქართული ოცნების მოწყალების იმედი, ეს რომ დომოდათ, ახამდე არ მიყვანდნენ ამ საქმეს. ამიტომ რაზეც უნდა ვემზადებოდეთ მთელი პოლიტიკური სპექტრი ოპოზიცია, უნდა ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ ხელისუფლების არჩევნები შეცვლას შემდეგ შეიძლება ეს საკითხი გახდეს ის რის გამოც ეს ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს. იმიტომ რომ ხშირად გაიგონებთ ჩვენ რეკლამის ზუსტად საუბრობთ ამაზე, ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ ხალხს აინტერესებს პენსიები, უმუშევრობა, დასაქმება, სოციალური პრობლემები და ვთქვათ ეკონომიკური თემები და ეს სასამართლოს შეიძლება იყოს რაღაც 2012 წელს ხელისუფლებას ამის იმედი აქვს. 2012 წელს რითი მოიგო ბიზნესმა? რა იყო ის თავარი მესიჯი, რის გამოც ბიზნესმა მოიგო? სამართლიანობის აღდგენა. ხო, რა თქმა უნდა, ანუ სამართლიანობა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს და სულ გვაწუხებდა რეალურად, ანუ სულ ვერ ვისვენებდით, აი რაღაცა ხო გძნობდით, რომ რიგზე არ იყო. უბრალოდ სხვადასხვა რაღაცებს ვაბრალებდით ამას. თავარი პრობლემა ხო ყოველთვის იყო სასამართლო, რეალურად. სასამართლო, რომელიც არასოდეს არ გქონია ამ ქვეყანაში. როგორც იქნა, ახლა გავაკეთეთ ჩვენ ერმა, გავაკეთეთ
პრობლემის სწორი დიაგნოსტირება. სწორი პრობლემის დიაგნოსტირება არის ის, რომ ზუსტად ვიცით, ვინ არის ჩვენი უბედური ყოფის მთავარი შემოქმედი. ეს არის სასამართლო, რომელიც ჩვეულებრივად როცა მოუნდებათ გვართმევს თავისუფლებას და ამ ქვეყანაში ხო სასამართლო ყოველთვის პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მიზნით გამოიყენებოდა. ამ ქვეყანაში ხო მართლა არასოდეს არ ქონია სამართლიანი სასამართლო. ახლა ვგრძნობთ, მივხვდით რაშიც არის საქმე და მიგვახვედრა რამ. და კარგია სხვათა შორის წარმოიდგინე რომ ბიძინა ივანიშვილს არ დაეშვა ეს შეცდომა და ახალი მოსამართლეები მოეყვანა რომელსაც თავის ატარებდა როგორც ახლა კლანს ატარებს თავის ჭკუაზე. ხო ბევრად უფრო რთული იქნებოდა საქმე. იტყოდნენ რომ ახალი ხალხისთვის ამის ახსნა უფრო რთული. ახლა ნახეთ როგორი თემა გაიჭირდა. მარტივია მურუსიძეს უხსენებდა. ახლა მოუწიათ რომ მურუსიძე გამოსწორდა. ეს რო არ კონდეთ და მურუსიძეს მაგერად იყოს რა ვიცი იგივეს ვინც აკეთებს მაგრამ არა მურუსიძე ხო ბევრად უფრო მარტივად იქნებოდა საქმე. ეს შეცდომა მე მგონი ძალიან კარგად უნდა დავინახოთ და უნდა გავიაზროთ ჩვენ როგორც საზოგადოება. თუ ამას გავიაზრებდა, მე მგონი უკვე გააზრებული გვაქვს. ანუ ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის ნომერ პირველი უარყოფითი რეიტინგით, რომელიმე თანამდებობის პირებში ამ წუთას, არის შილვა კობახიძემ გაუწიოს იმეს კონკურენცია თორე. მაგრამ მაინც ამის მიუხედავად გონია რომ მურუსიძე ჩინჩალაძის დუეტი არის თავარი პრობლემა ქართული ხალხისთვის. სწორი თავარი პრობლემა გვაქვს სწორად დანახული, თავარი არ მოვეშვათ ამ პრობლემას ყოველთვის, ანუ ყოველთვის გვახსოვდეს ვინ არის ჩვენი თავისუფლების ტერი. ჩვენი თავისუფლების ტერი არის კლანი სასამართლოში და არ შეიძლება ამ პრობლემას თვალი ავარიდოთ. თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემას და უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა. თვალი ავარიდეთ ბევრჯერ სასამართლოს. მათ შორის 2015-16 ანუ ხელისუფლება რაც შეიცვალა მის მერე შესაძლებელი იყო ამის პროგნოზირება. ჩვენ ვიცოდით ეს რაც ხდებოდა. მაგრამ თვალი ავარიდეთ, არ გვინდოდა დაგვეჯერებინა რომ ისევ იგივე სასამართლო ჰქონდა რაც 9 წლის პერიოდში. ახლა გვჯერა. ვიცით და მე მგონია რომ აი ეს რწმენა იმდენად არის ღრმად ჩვენში გამჯდარი რომ შეუძლებელი მგონია რომ ამ ტვირთით ვინმე მარჩენები მოიგოს ამ ქვეყანაში. კი ბატონო